მოქმედება თუ მოლოდინი. მოლოდინი შეიძლება იყოს პასიური ან აქტიური. პასიური მოლოდინის შემთხვევაში ადამიანი უბრალოდ ელოდება, რომ რაღაც შეიცვლება, მაგრამ თავად არაფერს არ აკეთებს, მაგალითად ელოდება უკეთეს შესაძლებლობას, იდეალურ პირობებს ან სხვების მოქმედებებს. აქტიური მოლოდინის შემთხვევაში კი სწავლობს რაღაცისთვის ემზადება, რაღაცას გეგმავს, მაგრამ ჯერ არ დგამს ნაბიჯებს. მოლოდინი ხშირად დაკავშირებული არის შიშთან, გაურკვევლობასთან ან ეჭვებთან. მაგალითად, არ დავიწყებ ბიზნესს, სანამ 100%-ით მზად არ ვიქნები. არ ვეტყვი ჩემს გრძნობებზე ადამიანს, სანამ დარწმუნებული არ ვიქნები, რომ ისიც იგივეს გრძნობს ან მსგავსი. პრობლემა იმაშია, რომ მოლოდინი ძალიან ხშირად დროში იწელება, რადგან იდეალური მომენტი თითქმის არასდროს არ დგება. მოქმედების შემთხვევაში კი შედეგი დგება. ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგად წავა, მაგრამ მხოლოდ მოქმედებით არის შესაძლებელი, რომ პროგრესი განიცადო ამ თუ იმ საქმეში. პირობითად, ცოდნის დაგროვების მოლოდინის ნაცვლად ჯობია რომ დავიწყოთ და უშუალოდ პროცესში ვისწავლოთ რაღაც. გადაწყვეტილების გადადების ნაცვლად ჯობია რომ ვცადოთ და შევასწოროთ მერე აი ამ პროცესში. მაგალითად, შიშის ნაცვლად და შიშზე ფიქრის ნაცვლად პატარა ნაბიჯი გადავდგათ და მოვსინჯოთ ნიადაგი. მაგალითად, თუ გინდა რომ წერა დაიწყო, დაელოდები იდეალურ შთაგონებას, უბრალოდ დაწერე ერთი წინადადება. ან მაგალითად, თუ გინდა სუნამოების ბიზნესი განავითარო, დაელოდები სრულყოფილ სტრატეგიას. დაიწყეს საუბარი პოტენციურ კლიენტებთან. ან თუ ჯანსაღად ყვება გინდა რომ დაიწყო, დაელოდები ორშაბათს. უბრალოდ ეხლა აი ამ წუთას მიიღე ჯანსაღი პროდუქტი. განსხვავება ამ ორ შორის არის ის, რომ მოლოდინის შემთხვევაში შენ ელოდები ცვლილებას და მოქმედების შემთხვევაში შენ ქმნი ამ ცვლილებას. ცხოვრებაში ზოგადად ბევრი რამე დამოკიდებულია იმაზე, როგორ ვანაწილებთ მოლოდინსა და მოქმედებას. ზოგჯერ დაელოდება არის საჭირო, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში უმჯობესია ერთი ნაბიჯით მაინც დავიწყოთ მოქმედება. ერთი ნაბიჯი მაინც გადავდგათ იმ რაღაცა უკეთესისთვის და იმ ცვლილებებისთვის ცხოვრებაში.